მოგესალმებით ტყუპების YouTube არხზე, სივრცე, სადაც ასტროლოგია უბრალოდ თეორია კი არა, ყოველდღიური მეგზურია. თუ გაინტერესებს, რას გვეუბნებიან ვარსკვლავები და როგორ შეგვიძლია მათი ენით საკუთარი თავი უკეთ გავიცნოთ, მაშინ სწორ ადგილას ხარ. არ არსებობს ნაზი პლუტონი, როცა ის მოძრაობას ანელებს და უკან იწყებს სვლას, მთელი ჩვენი შინაგანი სამყარო შეირყევა. 4 მაისიდან 11 ოქტომბრამდე 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტრანსფორმაციული ფაზა იწყება. გაქვთ სურვილი, გაანალიზოთ ვინ ხართ სინამდვილეში. მაშინ ყურადღებით მომისმინეთ. ზოგადი ასტროლოგიური მიმოხილვა. პლუტონი ასტროლოგიაში განასახიერებს ტრანსფორმაციას, ძალაუფლებას, ფარულშიშებსა და ფსიქოლოგიურ რეგენერაციას. როცა ის დისჰარმონიულ ფაზაში გადადის, კერძოდ რეტროგრადულ მოძრაობაში, ის შიგნიდან გვშლის. მერწყული, იდეალისტური, ამბიციური და რევოლუციური ნიშანი, პლუტონის რეტროგრადში აქცენტს აკეთებს შემდეგ თემებზე: კოლექტიურ მენტალობაზე, ტექნოლოგიურ კონტროლზე და როგორ ვაკონტროლებთ ან ვკარგავთ საკუთარ მომავალს. ეს პერიოდი იქნება ფაზა, როცა საზოგადოებრივი წესრიგი, ღირებულებები, ციფრული ურთიერთობები და ჩვენი ხედვა კაცობრიობის შესახებ სრულიად ახალი თვალით უნდა დავინახოთ. ემოციური და ფსიქოლოგიური გავლენა. პლუტონი რეტროგრადში არ ამხელს ყველაფერს პირდაპირ, ის მოქმედებს ჩუმად, შეფარულად. შეიძლება გამოვლინდეს ძველი შიშების ამოტივტივებით, კონტროლის ან შურისძიების სურვილით, გაუგებრობებით იმ საკითხებში, სადაც ძალაუფლება ან გავლენა მონაწილეობს. ეს პერიოდი არის შიდა ოპერაცია, გარედან არაფერი ჩანს, მაგრამ შიგნით ყველაფერი იცვლება. გავლენა ტყუპებზე. ტყუპებო, თქვენთვის პლუტონის რეტროგრადი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მერწყული თქვენთან ჰარმონიულ სამკუთხედშია. ეს ნიშნავს, რომ ცვლილება არ იქნება მტკივნეული, მაგრამ იქნება გადამწყვეტი და სიღრმისეული. მეცხრე სახლი, რომელსაც პლუტონი ეხება ტყუპებისთვის, მართავს რწმენას, მსოფლმხედველობას, ფილოსოფიას, განათლებასა და შორეულ მოგზაურობებს. ამ პერიოდში შეიძლება დაიწყოთ საკუთარი აზრების, პრინციპების და შინაგანი აზრების გადახედვა. რატომ გჯეროდათ ის, რაც გჯეროდათ? ვინ ჩაგინერგათ ეს რწმენა? ახლა უკვე სხვაგვარად ფიქრობთ. შეიძლება დაკარგოთ წარსულის განჭვრეტისთვის მნიშვნელოვანი იდეალები, მხოლოდ იმიტომ, რომ მზად ხართ ახლის მისაღებად. ასევე, პლუტონის გავლენით თქვენი სიტყვა შესაძლოა უფრო ძლიერად გაისმას, როგორც წერილობით, ისე ზეპირად. ამიტომ, ფრთხილად აირჩიეთ, როგორ უზიარებთ თქვენს სიმართლეს სხვებს, ის გავლენას იქონიებს. ხანგრძლივობა და ეტაპები. პლუტონის რეტროგრადი იწყება 4 მაისს და დასრულდება 11 ოქტომბერს. ეს 5 თვე არ არის ერთი მოვლენა, ის ეტაპებად დაიყოფა: მაისი, ივნისი, დაბნეულობა, შიშები და პირველი შიდა ტკივილების გამოჩენა, ივლისი, აგვისტო, გააზრება და კონფლიქტი ძველსა და ახალს შორის, სექტემბერი, ოქტომბერი, გადაწყვეტა, რა სტოვებთ უკან და რა მიმართულებით მიდიხართ. რჩევები. წერეთ ღიური, როცა სიტყვებს დააფიქსირებთ, ჩახლართული ფიქრების სიცხადეს იღებს. გადახედეთ საკუთარ რწმენებს, იმ კითხვებით დაიწყეთ, რაც ადრე გაწუხებდათ. იქნებ პასუხები ახლა სრულიად სხვა. იპოვეთ მასწავლებელი ან მენტორი, მარცხში ხშირად ვიღებთ საუკეთესო გაკვეთილებს. ნუ გაიქცევით დისკომფორტს, პლუტონი სიგნალში გვწდის, მაგრამ სინათლე სწორედ იქ იმალება. ეს 5 თვე არ არის საფრთხე, ესაა შესაძლებლობა. შესაძლებლობა, რომ გავთავისუფლდეთ იმ ფსიქოლოგიური ტვირთისგან, რომელიც დიდი ხანია გვაქვს. ტყუპებო, თქვენ გელით შანსი, იფიქროთ ღრმად, იმოგზაუროთ სულში და დაბრუნდეთ ისეთი ხედვით, რომელიც თქვენი მომავალია. თუ იგრძენი, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარათ, დააფასე ვიდეო მოწონებით და გამოიწერე არხი, რომ არც ერთი ასტროლოგიური მოვლენა არ გამოგრჩეს. ჩვენ ვაკვირდებით ცას, მაგრამ საუბრობთ შენს ენაზე.